დღეს დედაჩემი გამოიცნობს ჩემი კოსმეტიკის ფასებს. დიდხანს არ ვიფიქრობ, პირველი რაც მოგივა თავში, ის ფასები თქვი. იმიტომ აქ არის ძვირიანის კოსმეტიკა და იაფიანიც. დავიწყოთ. თამოსკინის მიცელარული. 50 ლარი. ზუსტად, მაგრამ მე ფასდაკლებით ვიყიდე 35 ლარით. სწორია. კაი, ეხლა აი ეს დასაბანი ქაფი. დიდით რო ვიბამბირს. ეს ალბათ 25 ლარი. არა, 10 ლარი ღირს. ო, თამოსკინის დასაბანი 30 ლარი. ესეც 50 ღირს, მაგრამ ფასდაკლებით 35 ლარი. იმეცი. კაი. ახლა ტონიკი მომხმარებელი არა ვარ, არ ვიცი. არაფერს მომხმარებელი არა. კაი. მარტო შენი კრემის. უფასო რეკლამა. კაი, ეს ტონიკი სახეს რო ვიბან, მე ვისმევ ამას, რომ ძალიან მშრალი არის, არ ვქონდეს. 30 ლარი. არა, 19 ლარი. ფარგლებში წავედი. კაი, ეს დასაბანი ბალმი, სახის ბალმი, ბევრი კოსმეტიკა როცა მაქვს წასმული, ამითი ვიბან 20 ლარი. 10 ლარი. ახლა აბა რეტინოლი. ნაოჭების საწინააღმდეგოა ეს და 25 ლარი. 50 ლარი. კაი, ეს მზისგან დამცავი სტიკი, მე გარეთ რო გავდივარ, რო ვისმევ უცებ. ნახე შენ ისმევ ამას და ფასი რამდენია? აბა როგორ ფიქრობ? 30 ლარი. 63 ლარი. აი, დელფის ტონალური. როგორ ფიქრობ რა ღირს? 50. 60 ლარი ფასდაკლებით ვიყიდე. ძვირია მაინც. კაი, აი ეს მაგალითად დერმაკოლის ტონალური, სხვათა შორის ძალიან კაია და დატოებსაც ფარავს. 5 ლარი. ტუში? აი თვალებზე რომ ტუში იცი ახლა რაც არის. 15 ლარი. 10 ლარი. კრისტალის ქვა არის ეს. 25 ლარი. 6 ლარი. კაი, ენზიმური პუდრი? სახის დასაბანია ესეც. სმენია რამდენი მითხარი არ მახსოვს. 15 ლარი. 10 ლარი. კაი, ახლა ეს ორი ტუჩსაცხეა, ეს არის ლუქს ვიზაჟის. აი ასეთი პომადა. ნუ მაწვალებ 10 ლარი. 8 ლარი. ეს ტუჩის თინთი, აი ახლა მისვია ტუჩზე. როგორ ფიქრობ? ეს 5 ლარი. 3 ლარი. ძვირია მაინც ეს. რა ვქნა, აბა ყველაფერი საჭიროა. არა, ყველაფერი არ არის საჭირო. მე უბრალოდ ბევრი მაქვს. კიდე კაია მე არ ვხმარებ. ნახევარ ჩემი შემოსავალი, ეს კიდე რა არის? ეს კიდე რაღაცა 30%-ია და გავაკეთოთ მეორე ნაწილი? მიწერეთ კომენტარებში და მადლობა რომ გვიყურეთ.